კონსერვატიული მოძრაობის ლიდერთან გიორგი ქარდავასთან ერთად მოგესალმები გიორგი და მადლობა სტუმრობის. მოგესალმები. მოდი დავიწყოთ საუბარი ბოლოს სინქრონით, სადაც მედია მენეჯერები და ეგრეთ წოდებული ოპოზიციონერები ერთიანდებიან და საუბრობენ იმაზე, რომ არაფერი აქვთ მათ საერთო ისეთ ვთქვათ მონებთან, როგორიც მაგალითად ალტინფო არის და ამავდროულად ისინი ამბობენ, რომ საქართველო არის ომში და ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ გაიმარჯვოს ამ ქვეყანამ, ოღონდ ომშია რაღაც რუსულ ოცნებასთან. აი ამ განცხადების შეფასებით დავიწყოთ, მოდი, როდესაც ისინი ემხრობიან რუს ტურისტებზე თუნდაც ძალადობას და მათთვის მიუღებელია ზოგადად ეს ტურისტული ნაკადი, რომელიც შემოდის რუსეთიდან და ბელორუსიდან. მოდი დავიწყოთ ამ კონკრეტული პრობლემის ლოგიკური შეფასება. ჯერ შევაფასოთ მორალური თვალსაზრისით და მერე შევაფასოთ პრაგმატულად, მათ შორის პოლიტიკურად. მორალური შეფასება ამ შემთხვევაში არის სრულიად გაუგებარი და გაუგონარი, იმიტომ რომ ადამიანის ეთნიკური ნიშნით შევიწროება ამ შემთხვევაში რუსებზეა საუბარი და ვინც არ უნდა იყოს ეს საერთოდ ქართველი ადამიანისთვის, როგორც ქრისტიანი ადამიანისთვის არის სრულიად გაუგონარი და უცხო. ანუ პირიქით ეს ქართველებში იწვევს ძალიან დიდ ნეგატიურ დამოკიდებულებას. პირიქით არ ვიცი ესენი ამათ რა მონაცემები აქვს, მაგრამ ეხლა ჩემში ყოველ შემთხვევაში დარწმუნებული ვარ ყველა ნორმალურ ქართველში. ეხლა მე რო დავინახო რომ ვიღაცა რუსი ტურისტი რაღაც ცოლშვილით, პატარა ბავშვებით რომ მიდიოდეს ქუჩაში, არაფერს არ აშავებდეს, ჩვეულებრივად ათვალიერებდეს ჩვენს რაღაც ღირსენიშნებებს და ბუნებას და ვიღაცა რომ მივიდეს მასთან და დაუწყოს მას ან შეურაცხყოფის მიყენება ან მსგავსი საქციელი, დარწმუნებული ვარ ნორმალური ქართველი ეგრევე ამას შენიშვნას მისცემს და აღკვეთს. დარწმუნებული ვარ ეგრეც მოხდება. იმიტომ ეგ არ ჯდება არ ჩვენს მორალში, არ ჩვენს ეთიკაში, არ ჩვენს კულტურაში. ჩვენ არავის არ ჩაგრავთ, მით უმეტეს ეთნიკური ნიშნით. საქართველოში უამრავი რუსი ცხოვრობს, მათ შორის შერეული ოჯახებია, ვიღაცას დედა ყავს რუსი, ვიღაცას ბები ყავს, ვიღაცას მეუღლე ყავს და საერთოდ საბჭოთა კავშირის დროს საბჭოთა საქართველოში ჩვენს ქვეყანაში ცხოვრობდა დაახლოებით 500,000 რუსი ეროვნების საქართველოს მოქალაქე და ეს ადამიანები არანაირ პრობლემას ჩვენს უსაფრთხოებას არ უქმნიდნენ პირიქით. საკმაოდ ინტეგრირებულები იყვნენ და არ ყოფილა პრობლემა რაღაც არც იყო ზოგადად რაღაც ეთნიკურად მჭიდროდ ჩასახლებული რუსების ეგეთი ლოკაციები არასოდეს არ იყო, ან რომს ყოფილიყო განსხვავებით სხვა ქვეყნების წარმომადგენლები. განსხვავებით განსხვავებით მაგალითად სამყაროს წარმომადგენლები. ხო, განსხვავებით იგივე თურქეთიდან ან არაბეთიდან წამოსული გარკვეული საიმიგრაციო ნაკადებისა, რომლებიც გეტოებად რაღაც ცალკე იზოლირებულად ცდილობენ ჩვენგან იცხოვრონ, თავისი უბნები შექმნან, იქ ხშირად რაღაც კონფლიქტები ხდება და საერთოდ არა ინტეგრირებული ჩვენს ქართულ მართლმადიდებლურ თუ სხვა რეალობაში. ამიტომ ეს არის თითიდან გამოწვეული პრობლემა და კიდევ ერთხელ მორალური შეფასებით ეს არის არაადამიანური საქციელი, რომელიც პირველ რიგში სახელმწიფომ უნდა აღკვეთოს. საერთოდ მე არ ვიცი ხა რა თქმა ამას ბრიფინგები, ხო ყავს ჩვენ სამართალდამცავი სტრუქტურა, უწყება. ხო გვაქვს სისხლის სამართლის კოდექსი. თუ ადამიანის მიმართ ხდება კონკრეტული გადაცდომა ან შეურაცხყოფის მიყენება და მით უმეტეს ეთნიკურ ნიადაგზე, ამაზე უნდა მოხდეს ჩვეულებრივი სამართლებრივი რეაგირება და თუ იქ პოლიცია არ არის, ამას საზოგადოება უნდა არეგულირებდეს, არავითარ შემთხვევაში არ უნდა მისცე ადამიანის დაჩაგვრვის საშუალება, მით უმეტეს ამ მაიმუნებს, ამ LGBT აქტივისტებს. ეხლა რაც შეეხება უკვე პოლიტიკურ პრაგმატულ შეფასებას. მოდი დავიწყოთ იქიდან, რომ როგორც ეხლა სინქრონი გავუშვით, სააკაშვილის დროს მე მგონი 2009 წელი იყო ომის 1 წლის შემდეგ, ომი 2008 წლის დასრულების შემდგომ რუსეთის ფედერაციასთან სააკაშვილის რეჟიმად სამხრივად
მოხსნა სავიზო რეჟიმი, ან თვითონ გააკეთა. გახსნა საზღვარი. კი, გახსნა საზღვარი და ჩვეულებრივად რუს მოქალაქეებს ჰქონდათ საშუალება დაეთვალიერებინათ და შემოსულიყვნენ ჩვენს ქვეყანაში და მართლაც რუსებმა ისარგებლეს, საქართველოს, იმიტომ ისარგებლეს, რომ რუს საზოგადოებაში ჩვენს მიმართ არ არის რაღაც განსაკუთრებული ნეგატიური დამოკიდებულება პირიქით. მოწონთ ჩვენი საზოგადოება, მე ვგულისხმობ ჩვეულებრივ ადამიანებს, ვინც არ არის რაღაც პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართული და არ დიდად არც იცის, ზოგადად 2008 წელი გაუგია დიდად სიმართლე რო გითხრათ. და ეს ამ ადამიანების დიდი ნაკადი წამოვიდა. ყველაზე დიდი პროცენტული კონცენტრაცია რუსი ტურისტების იყო, თუ არ ვცდები, სტატისტიკურად 2019 წელს. ორჯერ უფრო მეტი იყო, ვიდრე დღეს ამ წელს. თუ მაშინ არ იყო პრობლემა. ემოთ დავფიქრდეთ ლოგიკურად. ეხლა რატოა ესეთი განსაკუთრებული ისტერიკა? საუბრობდა 2019 წელს ისინი იყვნენ ტურისტები, მაგრამ ახლა განსაკუთრებული ხო, ეხლა ვინ არის? ხო, ეხლა ის და თან ამავდროულად ეგრეთ წოდებული პოლიტიკოსებიც ამბობენ, რომ და ასევე ჟურნალისტებისაც ამბობენ, რომ ტურისტები არ ყიდულობენ თქვათ სახლებს საქართველოში და ისინი არ იწყებენ საქართველოში ბიზნესს. და ლევან ხაბეიშვილი იყო თუ არ ვცდები, ვინც ამბობდა, რომ წარმოიდგინეთ, რომ ამდენი რუსი ეგრეთ წოდებული ტურისტი გამოვიდეს პარლამენტის წინ შეიკრიბოს და მეტიც ხომ არ უნდა პუტინსო და დაიწყებს ალბათ მოქმედებაზე გადასვლას. ეს ხაბეიშვილის შიშებს უფრო უკავშირდება ვიდრე რეალობას. ეს რა მოქმედებას და ეს არის ჩვეულებრივი ზღაპ. ეგ მსგავსი საფრთხე სხვათა შორის სადმე თუ შეიძლება მოხდეს იმ რეგიონებში, მაგალითად აჭარაში, სადაც თურქული ექსპანსია არის ბევრად უფრო მძიმე ფორმით და დიდწილად ხელშეწყობილი ამ ადამიანებით. ეხლა ჩვენ რო დავიწყოთ საუბარი, აი თუ რა პრობლემებია აჭარაში, სადაც თურქეთი ღია ეკონომიკურ, პოლიტიკურ თუ რელიგიურ ინტერვენციას ახდენს. ეს ადამიანები პირველი გამოხდებიან და დაგვიწყებენ რაღაც იარლიყების მიკერებას, რომ როგორ შეიძლება ჩვენი ისტორიული სტრატეგიული მეგობარია თურქეთი და ასე შემდეგ. არადა, ბევრად უფრო მძიმე ფაქტებია მართლაც. რაშიც არიან ჩართული თურქეთის მოქალაქეები ჩვენ შიდა საქმე, მაგალითად ცნობილი ბიზნესმენი ოზთურქი, არაფორმალური მმართველი იყო აჭარის და დღემდე მისი გავლენები არის უზარმაზარი. თლიანად თურქული ბიზნესია აჭარაში. საერთოდ ცალკე განსახილველია საგანმანათლებლო კუთხით, რასაც თურქეთი ახორციელებს იქ, რელიგიურ სკოლებს რო ხსნის და ჩვეულებრივად მათი ნარატივის და მათი რელიგიური შეხედულებების გავრცელებას და პროპაგანდირებას რო ხდება და აი ამ ასეთ საკითხებს ხარს უჭერს და მთავარი მათი გამტარებელია სწორედ ის ხალხი, რომელიც ახლა ჩვენ გვეუბნება, რომ რუსი ტურისტი ბავშვით და ცოლშვილით პრობლემაა თურმე ჩვენთვის. ეს არის თითიდან გამოწვეული ჩვეულებრივი პროვოკაცია. პირიქით, რაც უფრო მეტი რუსი ტურისტი შემოვა ჩვენს ქვეყანაში, მით უკეთესი. ეხლა უახლოეს მონაცემებს ვათვალიერებდი, ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი ეხლა, აი ნახევარი წლის განმავლობაში, პირველ კვარტალში განხორციელდა რუსეთის მხრიდან, დაახლოებით 700 მილიონ დოლარზეა საუბარი. ყველაზე მეტი ტურისტი შემოვიდა რუსეთიდან. კაცო, რავი, შემოუშვან მაშინ ეს ევროპელი ტურისტები. სად არის ეს ჩვენი ევროპული ძმობა და ურთიერთსიყვარული? ჩვენ გვაქვს სერიოზული ეკონომიკური პრობლემები, ტურიზმი არის სამწუხაროდ ერთ-ერთი სტრატეგიული დარგი, ისევ და ისევ ამათ მიერ იყო ეს ყველაფერი შექმნილი. სააკაშვილმა გამოაცხადა ამ ქვეყანაში ტურიზმი ერთ-ერთ ყველაზე სტრატეგიულ დარგად. მე ტურიზმის წინააღმდეგ კი არა ვარ, რამე პრობლემა კი არა მაქვს, პირიქით ტურიზმიც უნდა განავითარო, მაგრამ მთავარი ეკონომიკა არ უნდა იყოს მიბმული ამ დარგზე. და არ ჩამოდის ეს გერმანელი, არ ჩამოდის ეს ამერიკელი საქართველოში, ციდზე ჩამოსათვლელი, ან თუ ჩამოდიან ავტოსტოპით დადიან, პირიქით უფასოდ დადიან, რაღაც გაუბედურებული, ძირითადად ეგეთი ევროპელი ტურისტი ეგრე ხდება ყოველ შემთხვევაში მე და ვინცაც დოვლათი შემოაქვს,
დიდწილად არიან რუსეთიდან და პოსტსაბჭოთა სივრციდან. მათ შორის უკრაინიდანაც შემოდიან, ბელორუსიდანაც შემოდიან. ნუ უკრაინელებს ახლა ცოტა გაუჭირდათ შესაბამისად. იქიდან ბევრი ფული ვეღარ შემოვა, მაგრამ ნუ ფაქტი არის ასეთი. ამას აქვს თავისი ისტორიული, გეოგრაფიული, თუ კულტურული, ასე ვთქვათ, შინაარსი, რატომ ხდება, მაგრამ ეს რეალობა. ხო და რას ვეუბნებით ახლა იმ ადამიანებს, ვისაც სასტუმროები აქვს, ვისაც guest house-ები აქვს, ვისაც კაფეები აქვს, რესტორნები აქვს და ამით არსებობს. ვინ შეინახავს? გიგა მაკარაშვილი შეინახავს თავისი გრანტიდან თუ კელი დეგნანი გადაურიცხავს იმას გრანტს. ხო არ მოხდება ასე. შესაბამისად ახლა ეს ადამიანები, რასაც ახორციელებენ, ეს არის ჩვეულებრივი პროვოკაცია. აი, ჩვეულებრივი პროვოკაცია. თან მედი აქვე ოქრუაშვილის პოსტზეც ვისაუბროთ, ხო, რომელიც პირდაპირ მოწოდება რამდენიმე საათი წინ გაავრცელა, რომ 1-2 რუსი ტურისტის გარდაცვა მოკლა, უბრალოდ რუსული სიმღერის ფონზე ეს იქნება ბიძგი და არავინ უნდა გაბედოს და არავინ უნდა დაიწყოს სტუმარ მასპინძლობაზე და ხო, ნუ რა უნდა ირაკლი ოქრუაშვილის ამ განცხადებაზე რა კომენტარი უნდა გააკეთო კაცმა? ირაკლი ოქრუაშვილი თავისი ცხოვრებით არის უბედურება. თითოეული მისი სიტყვა კაცი დაბერდა და აი ასეთ განცხადებების გამო იმყოფება იქ, სადაც არის. სანაგვეში იმყოფება. ჯერ სანაგვეში აღმოჩნდა თავისი გუნდიდან, გაუბედურეს, ისეთ მდგომარეობაში ჩააწერინეს ის ვიდეო სააკაშვილის დროს, მერე გაიქცა ამ ქვეყნიდან და მათ შორის რუსებს უყვებოდა, რუსულ ფედერალურ არხებზე ყვებოდა, როგორ აპირებდა სააკაშვილი ომის დაწყებას, სხვათა შორის არ ვიცი, ბევრი ეგეთი კადრი. რომ რუსეთი თუ ოკუპაციას სამხედრო ძალით ახდენს ამერიკელებს არა, პირდაპირ 2008 წლის ომის შეფასების ვიდეოებია აქვს NTV-ს ეთერში მაქვს ნახე, YouTube-ზეც დევს, მე მგონი მე შეიძლება ჩვენს პროდიუსერებს უთხრათ და ვაჩვენოთ. სადაც პირდაპირ ამბობს, რომ სააკაშვილი გეგმავდაო შეტევას ან აფხაზეთზეო, ან ცხინვალზე და ბოლოს ცხინვალზე გადაწყდა. ეს ადამიანი აი რამდენჯერ იცვლის ფერს უკვე ნუ არ ღირს ამ ადამიანზე ზედმეტი კომენტარი, არავინ არ არის ის, ხოლო ასეთი განცხადებები ჩემი აზრით ეს უკვე სერიოზული პრობლემაა. ეს არ არის შემთხვევითი განცხადება, ეს ჩვეულებრივი მოწოდებაა, ხო, ადამიანის სიცოცხლის მოსპობაზეა საუბარი. ხო და აი სად გამოჩნდა, იცით ეს რომ პროვოკაცია? აი 82 წლის ძალიან დაბერებული ქმედ უუნარობის თვალსაზრისით ძალიან დაქვეითებული შეერთებული შტატების იმის კონგრესის სპიკერი რო ჩადის თვით აღიარებულ სეპარატისტულ რეგიონში. ხო არის აი ერთადერთი ახსნა იმისთვის რომ იქ პროვოკაცია მოახდინოს. ანუ სხვა ლოგიკური ახსნა ამას არ აქვს. ყველამ დაინახა ირისთვის ჩავიდა ის ქალბატონი. აი დაახლოებით ანალოგიურ საქციელთან გვაქვს საქმე. მოდიში რომ გაწყვეტინებ ირაკლი ოქრუაშვილზე ალბათ განსაკუთრებული შეტევა განხორციელდა საზოგადოების მხრიდან და წაშალა პოსტი რომელიც დაწერა. თუმცა ყველამ ნახეთ უკვე აზრი აღარ აქვს. კიდევ ერთხელ ამ ადამიანებს როგორი ვაჟკაცია, როგორი პიროვნული თვისებების მქონე ადამიანია, ნუ იმასაც რაც გადააფურთხა ისიც კი ალოქ. შესაბამისად ანუ რო დაუბრუნდეთ ამ ჩვენს თემას, ანუ ეს არის პროვოკაცია. ჩვეულებრივი პროვოკაცია იმისთვის, რომ როგორმე დაიძაბოს ჩვენსა და რუსეთს შორის ურთიერთობები. ყველაფერი გააკეთეს. აი როგორც პელოსი ბოლოს თვითონ ჩავიდა იქ ფეხით, რათა გამოეწვია ჩინეთის მხრიდან გარკვეული რეაგირება და გამოიწვევს, კაცო, ნუ გონიათ, რომ ჩინეთი ეგრე დამშვიდებული შეხვდება ამას. აუცილებლად გააკეთებს ნაბიჯს. ანალოგიურადაა ჩვენ საქართველოში, ანუ დასავლეთი იყენებს უკვე ყველა არსებულ ინსტრუმენტს, რაც კი მას გააჩნია. ბოლოს იქამდეც კი მივიდნენ, რომ ჩვეულებრივი რაღაც ფაშისტური ძალიან პრიმიტიული ფორმებით უნდა მოხდეს როგორმე სიტუაციის არევა. აი რაღაც ტურისტი, რაღაც ცოლშვილით რო თბილისის ქუჩებში დადის, მასზე უნდა განახორციელონ თავდასხმა, რათა შემდგომ რუსეთმა გარკვეული ნაბიჯები გადადგას. მეტი სხვა ახსნა ამას არ აქვს. ანუ რომ წყობრიდან გამოიყვანონ რუსეთი.
ანუ რუსეთი ხა ხო მოუწევს რაღაცა პოზიციის დაფიქსირება. აი ღმერთმა არქნას რომ დაუშვოთ თბილისში ღმერთმა დაგვიფაროს მართლა რაც იმ მაიმუნმა დაწერა ეგ რომ ვიღაცამ გააკეთოს. რუსეთი ამაზე გააკეთებს მკაცრ რა თქმა უნდა. ყოველ შემთხვევაში მკაცრი შეფასების გაკეთება სულ მინიმუმ მოუწევს. მე დარწმუნებული ვარ, ბევრად უფრო ძიმე ფორმით გააკეთებს გარკვეულ ქმედებებს. ეგაა ამათი ამოსავალი წერტილი. ამათი ამოცანა არის როგორმე კიდევ ერთი დაძაბულობის კერა გაჩნდეს. როგორ ხა რუსეთი და საქართველო არ უნდა დაალაგდეს. ჩვენ შორის უნდა იყოს მუდმივი მტრობა. თან ეს ყველაფერი ემთხვევა ხოლმე იმ პროცესებს, როცა მიდის ხო დაალაგებისკენ რაღაც. რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. წინა სტუმართან ვამბობდით გიორგი გაბუნიას ეს ცნობილი მონოლოგი, ამის შემდეგ იყო გავრილოვი პოზნერი, ახლა როცა ისევ საუბარი დაიწყო, ახლა უკვე ტურისტების თემა. რა თქმა უნდა, ყველაფერი გამოიყენეს. აი, ბოლოს იმას პუტინს დედა შეაგინეს, რაც კი ცოცხალი, მაგრამ ყველაფერი შეაგინეს, მაგ დონემდე დავიდნენ. არ უნდა მოხდეს, უნდა გავაცნობიეროთ, რომ ის ხალხი, რომელიც დღეს საქართველოში სიტუაციას ფლობს, ყოველ შემთხვევაში მეტნაკლებად, მათი გეოპოლიტიკური, გეოსტრატეგიული ამოცანა საქართველო იყოს დაძაბულობის კერა რუსეთთან. არა, ტყუილად კი არ ჩადო, კაცო, ამერიკის ხელისუფლება მაქვს 4 მილიარდი დოლარი 30 წლის განმავლობაში, ხო, გვამადლიან ხოლმე. ამ მაიმუნების ხელფასებში წავიდა ეს ყველაფერი. რისთვის? იმისთვის კი არა, რომ ჩვენ დაულაგდეთ და იქ ურთიერთობები აღდგეს და მტრობა ჩვენ შორის დასრულდეს და საქართველოს ტერიტორიუმთლიანობა აღდგეს. ეგ ამერიკას არაფერში არ აწყობს. ის დაკარგავს აქ თავის გავლენებს. აი რუსეთი და საქართველო თუ ლაგდება, გლობალისტები რა შვებიან, მიდიან აქედან. მარტივი, არავინ არ მოусმენს, აქ არც კელი დეგნავს, არავინ არ მოусმენს მათ ტელევიზიებს, არავინ არ მოусმენს მათ ვაისახალხო დამცველს და მათ პოლიტიკოსებს. ძალიან მარტივი ლოგიკური ჯაჭვია. შესაბამისად, მიადგენ ყველაზე პრიმიტიულ ფორმას, ეგ ქუჩაში უნდა მოხდეს გარკვეული რაღაც ფაშისტური გამოხტომები, რათა მოხდეს პროვოცირება და მეორე მხარემ ამაზე რეაგირება მოახდენს. როგორც კი მეორე მხარე ამაზე რეაგირებას მოახდენს, აი ეს ჯაჭვი ბოლომდე უნდა გააღვივონ. ამიტომ სხვათა შორის მე მგონი ამას რუსეთში ხვდებიან და დიდად არც ამახვილებენ ამაზე ყურადღებას. ადრე ბევრად უფრო მათი მედია საშუალებები, ბევრად უფრო მტკივნეულად აღიქვავდნენ ხოლმე ესეთ გამოხტომებს. ეხლა დიდად ვერც ვხედავ ხოლმე მათ მასმედიებში ამ ინციდენტებზე კომენტარებს. ანუ ისინი ხვდებიან, რომ ეს არის პროვოკაცია და ასად არც აქცევენ ყურადღებას. და ერთადერთი ჩემი აზრით, რასაც ეს ადამიანები რასაც აღწევენ, არის ყველა ხვდება სინამდვილეში მათ ნატურას. აი როგორც 82 წლის ნენსი პელოსის ვიზიტი ყველამ ადეკვატურად შეაფასა, ყველა მიხვდა, რომ ამერიკა გლობალისტები და ლიბერალები ცდილობენ კიდევ ერთი გლობალური მასშტაბით ომის და დაძაბულობის კერის გაჩენას, ასევე საქართველოს მასშტაბით ყველა ხვდება, რომ ეს რაღაცა რუსოფობიური PR კამპანია ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ აი ურთიერთობების გაფუჭებას და არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს ჩვენსა და რუსეთს შორის ურთიერთობების დაალაგების პროცესის დაწყება. ეს არის კატასტროფა მათთვის. კი ბატონო, მოდი გადავიდეთ გეოპოლიტიკის ნაწილზე. თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიფ ერდოღანი ერთხიანი ვიზიტით სოჭში ჩავიდა, სადაც ის რუს კოლეგა ვლადიმერ პუტინს ხვდება. თურქული მედიის ცნობით, ლიდერები ორმხრივი შეხვედრისას რეგიონულ და საერთაშორისო საკითხებს და ორმხრივ ურთიერთობებს განიხილავენ, ასევე დაესწრებიან დელეგაციებს შორის გამართულ შეხვედრას. განსახილველ თემებს შორის იქნება უკრაინაში მიმდინარე ომი, სირიის კრიზისი და მარცვლეულის ექსპორტის საკითხი. ეს ბოლო 2 კვირის განმავლობაში ერდოღანის და პუტინის რიგით მეორე პირისპირ შეხვედრა არის. ისინი ბოლოს ივლისში თეირანში სირიის საკითხზე ასტანას ფორმატის მოლაპარაკებების დროს შეხვდნენ. დამატებითი დეტალები ალბათ მოგვიანებით გახდება ცნობილი. აქ ვრცელდება ინფორმაცია, რომ ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის შემდეგ ჩინეთი
ამერიკის შეერთებულ შტატებთან იქ საკითხებში თანამშრომლობას წყვეტს. მათ შორის ასევე წყვეტს დიალოგს მაღალი დონის სამხედრო მეთაურებს შორის. განცხადება ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადების მიხედვით თანამშრომლობა ასევე წყდება ისეთ საკითხებზე, როგორიც არის კლიმატის, საზღვარგარეთ დანაშაულების პრევენცია და არალეგალური მიგრანტების რეპატრიაცია. პელოსის ტაივანში ვიზიტის გამო შექმნილი დაძაბულობის ფონზე ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩინეთის ელჩი თეთრ სახლში დაიბარეს, როგორც თეთრი სახლის სპიკერმა ჯონ კირბიმ განაცხადა, გასულ ღამეს ჩინეთის ქმედებების შედეგად მათ ელჩი დაიბარეს, რათა გამოეცხადებინათ დემარში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პროვოკაციული ქმედებების გამო. ამერიკა გმობს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სამხედრო ქმედებებს, რომელსაც აფასებენ უპასუხისმგებლოდ და თვლიან, რომ ეს ეწინააღმდეგება გრძელვადიან მიზანს შენარჩუნდეს მშვიდობა და სტაბილურობა ტაივანის სრუტეზე. ჩინეთის სამხედრო წვრთნები მნიშვნელოვან ესკალაციად შეაფასა და პეკინს უკან დახევისაკენ მოუწოდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა. მან ხაზი გაუსვა, რომ შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის ვიზიტი ტაივანში იყო მშვიდობიანი და ამას არ გამოუწვევია ტაივანის მიმართ ამერიკული პოლიტიკის ცვლილება. კიდევ ერთხელ გავიმეორეთ ის პუნქტები, რომლებიც ბოლო დღეებში საჯაროდ და პირისპირ ჩინელ კოლეგებს უთხარით. ნენსი პელოსის ვიზიტი ომის, ესკალაციის, პროვოკაციული ქმედების საბაბად არ უნდა გამოიყენონ. ვერ იარსებებს მათი მოქმედებების გამართლება. მოუწოდებ შეწყვიტონ ეს მოქმედებები. ცნობილია ოფიციალური პეკინის პოზიცია, ის ეწინააღმდეგება ტაივანის ოფიციალური პირების ნებისმიერ ურთიერთობას უცხო ქვეყნების მთავრობებთან და პელოსის ვიზიტის გამო შეერთებულ შტატებს სტატუს კვოს დარღვევაში ადანაშაულებს. ქმედება კი გამოიხატა იმაში, რომ წარმომადგენელთა პალატის სპიკერ ნენსი პელოს სანქციები დაუწესა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის განმარტებით პელოსმა სერიოზული ზიანი მიაყენა ჩინეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩინეთმა ასევე დაანონსა 8 საპასუხო ზომა. შტატები კი ამტკიცებს, რომ არ შეცვლილა ერთი ჩინეთის პრინციპის მიმართ მისი პოზიცია, თუმცა ეს არ გამორიცხავს ტაიბეისთან არაფორმალურ ურთიერთობებსა და თავდაცვის საკითხებში კავშირის გაძლიერებას. ფაქტია, რომ პელოსის ვიზიტმა ერთადერთი რაც მოახერხა არის რუსეთისა და ჩინეთის დაახლოება და ალბათ უფრო ღია დახმარების გაწევა სანქციების მიუხედავად. რა დიპლომატიური ახსნა აქვს ამ ვიზიტს, ფაქტია გაუგებარია, თუმცა ფაქტია ისიც, რომ ევროპაში განწყობები ისეთი მყარი აღარა ამერიკის ლიდერობასთან დაკავშირებით, როგორც აქამდე ამერიკის შეერთებულ შტატებში კონსერვატიულ პოლიტიკურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ამერიკელმა და უნგრელმა კონსერვატორებმა უნდა გააერთიანონ ძალები 2024 წლის არჩევნებში, რათა ვაშინგტონსა და ბრიუსელში დაიბრუნონ ინსტიტუტები ლიბერალებისაგან, რომლებიც საფრთხეს უქმნიან დასავლურ ცივილიზაციას. უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, პროგრესულები დასავლური ცივილიზაციის მისი ქრისტიანული ფესობისაგან გამოყოფას ცდილობენ. მხოლოდ ძლიერ ლიდერს შეუძლია მშვიდობაზე მოლაპარაკება. ჩვენ გვჭირდება ძლიერი ამერიკა ძლიერი ლიდერით. ეს ორი ადგილი, ვაშინგტონი და ბრიუსელი, დასავლური ცივილიზაციისთვის ბრძოლაში ორ ფრონტს განსაზღვრავს. ეს ომი კულტურული ომია. ჩვენ უნდა ავაღორძინოთ ჩვენი ეკლესიები, ჩვენი ოჯახები, ჩვენი უნივერსიტეტები და ინსტიტუტები. რაც შეეხება რუსეთ-უკრაინის ომს, აქვე მოვისმინოთ ვოლოდიმირ ზელენსკის კომენტარი. ჩვენ ამ ომს მოვიგებთ. ნებისმიერი ომი მოლაპარაკებით მთავრდება, თუმცა უნდა გავაცნობიეროთ, რომ გზა ამ დიალოგისკენ არის გრძელი და სამწუხაროდ ძალიან სისხლიანი. ისინი მუდამ საუბრობენ, რომ დიალოგისთვის მზად არიან, მაგრამ ეს სიცრუეა. რა დიალოგია ეს? ისინი ჩვენ ხელფეხს გვიკრავენ. ენას ამოგვაგლეჯენ და შემდეგ მზად არიან სალაპარაკოდ. ეს არ არის დიალოგი, ის ტერორისტია, რომელიც ძალას გრძნობს და ადამიანის სიცოცხლის მიმართ დაუნდობელია. მოდით თავდაპირველად საუბარი დავიწყოთ თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრით, როგორც აღნიშნეთ, ეს უკვე მეორე შეხვედრაა პუტინსა და ერდოღანის შორის. თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაციები, რომ ერდოღანის გადატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე შეხვედრა შეიძლება გადადებულიყო, თუმცა როგორც ვნახეთ, ჩავიდა დღეს ერდოღანის სოჩში და განიხილეს სხვადასხვა საკითხები და აქვე პუტინმა აღნიშნა, რომ მადლობა უნდა გადაუხადოს დასავლეთმა რუსეთს, რომელიც აწვდიდა ყოველ შემთხვევაში აქამდე ენერგიას. როგორი იქნება ამ შეხვედრის შედეგები და ახლოვები, სანამ უფრო ცვლად გვეცოდინება რა განიხილეს ლიდერებმა? გრძელდება რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების გაღრმავება, მით უმეტეს ახლა თურქეთმა აიღო მედიატორის ფუნქცია უკრაინის ტერიტორიიდან უკრაინული და რუსული ხორბლის მსოფლიო ექსპორტზე გატანის თვალსაზრისით და
ამან კიდევ უფრო ხელი შეუწყო რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების კუთხით. მან უამრავი საკითხი იქნება განსახილველი, მათ შორის სირიაში მიმდინარე კონფლიქტი, მათ შორის ჩვენს რეგიონში, ყარაბაღში მიმდინარე პროცესები, მაგრამ ძირითადად რა თქმა უნდა, უფრო შეეხება ეკონომიკურ საკითხებს. ხო, ცნობილია, რომ თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტები ბუნებრივი აირის საფასურის ნაწილობრივ რუბლებში გადახდაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ნოვაკმა რეჯეფ ტაიფ ერდოღანისა და პუტინის შეხვედრის შემდეგ განაცხადა. დედოლარიზაციის პროცესი გრძელდება და თურქეთი ასრულებს ერთგვარ ეკონომიკური შუამავლის ფუნქციას ასრულებს რუსეთისთვის, თან ეს ყველაფერი დიდწილად შეთანხმებულია დასავლეთთან, ანუ სანქციების გვერდის საავლით, ასე ვთქვათ, რუსეთთან ურთიერთობების ერთ-ერთი ტერიტორია იქნება თურქეთი. ჩვენ მქონდა შესაძლებლობა, რომ ნაწილობრივ ეს ფუნქცია ჩვენც აგვეღო, თუმცა, ჩვენმა, ასე ვთქვათ, ხელისუფლებამ ამ ლიბერალების ზეწოლის შედეგად ვეღარ გაბედა, ვეღარ გადადგა ეს ნაბიჯი და შესაბამისად ჩვენს ქვეყანას უამრავი მილიარდი დოლარი ამის გაჩენის შესაძლებლობა აღარ გვექნება. ეს არის ძირითადი საკითხები. სინამდვილეში ერდოღანი არის ერთ-ერთი სპეციალისტი ყველანაირი კრიზისული მდგომარეობიდან გარკვეული პრეფერენციების მიღების. ის ყველა სიტუაციიდან ცდილობს, რომ თურქეთისთვის და მისთვის გარკვეული ბენეფიტები მიიღოს და რა შეფასება უნდა გაუკეთოთ. ის არის პატრიოტი თავისი ქვეყნის დიდწილად. ჩვენი ხელისუფლებაც ასე უნდა იქცეოდეს, არ უნდა მიყვებოდეს ბრმად რაღაც გაუგებარ ზღაპრებს, რასაც ქვია ჩვენი რაღაც ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ლიბერალური ღირებულებები სამყარო იცვლება, თან ძალიან სწრაფად ელვისებურად ხდება ახალი გეოპოლიტიკური სიტუაციის და გეოპოლიტიკური წესრიგის ზოგადად აწყობა და ამ წესრიგის ლოგიკაში ჩვენს უნდა ჩავჯდეთ. კი ბატონო, რაც შეეხება პელოსის ნაწილს და ჩინეთისა და ტაივანის ურთიერთობას და ამავდროულად ჩინეთის გადაწყვეტილებას, რომ შეწყვიტოს რაღაც დონეზე საერთო თანამშრომლობა და კომუნიკაცია ამერიკის შეერთებულ შტატებთან. თავი კითხვა ალბათ დგას ასე, რას ემსახურებოდა ნენსი პელოსის ვიზიტი. აი რა გეოპოლიტიკურ ან რა დიპლომატიურ ახსნაში შეიძლება ჩაჯდეს, რატომ გადაწყვიტა ამ დროს 25 წლის შემდეგ მით უმეტეს და თან ამ რანგის პოლიტიკოსმა რომ ჩასულიყო იქ და იმ ტერიტორიაზე, რომელსაც ჩინელები თავის ტერიტორიად განიხილავენ და თან ეს ვიზიტი არ ღოს, როგორც ისინი ამბობენ, ერთი ჩინეთის პრინციპს. არა თუ ჩინეთი თვლის საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით, ეს ტაივანი არის ჩინეთის განუყოფელი ნაწილი. გაეროც აღიარებს და ყველა აღიარებს. ამერიკაც კი არ აღიარებს ტაივანს, როგორც დამოუკიდებელ ერთეულს პირიქით. შეერთებული შტატების პოზიცია არის ის ჩინეთის ტერიტორიულ მთლიანობას სრულად აღიარებს. შესაბამისად, ეს გაუგონარი ინციდენტი და ეს ვიზიტი ემსახურება ძალიან ხანმოკლე ისიც წარუმატებელ შიდა პოლიტიკურ ქულებს, რომელიც ეხლა ძალიან ჭირდება დემოკრატებს, დემოკრატიულ პარტიას კენჭისყრის არჩევნებისთვის კონგრესში კატასტროფული რეიტინგები აქვთ, განსაკუთრებით ჯო ბაიდენს და მთელ მის ხელისუფლებას და ადმინისტრაციას დიდი ალბათობით ეხლა შემოდგომას ისინი დაკარგავენ კონგრესს და რესპუბლიკელები მოუგებენ, ხოლო 2024 წლისთვის დიდია იმის ალბათობა, რომ საერთოდ დონალდ ტრამპი დაბრუნდეს ხელისუფლებაში. ყოველ შემთხვევაში სტატისტიკა და ტენდენცია ამას ცხადყოფს. შესაბამისად, მათ ძალიან ჭირდებათ ეხლა რაღაცა მცირე გამარჯვება მაინც. ეს იყო გამარჯვება, რომ პელოსის თვითმფრინავი არ ჩამოაგდეს ჩინელებმა. აი ეს შეიძლება გამოიხატოს გამარჯვება. კი, ანუ მათ სურდათ ამერიკელი გადამხდელების ყურადღება გადაეტანათ საერთაშორისო საკითხებზე. მოგეხსენება ძალიან რთული ეკონომიკური და ფინანსური პრობლემები ახლა ამერიკაში. რეალურად რეცესია
ანუ ეკონომიკური ვარდნაა, თუმცა ამაზე საუბარი ეკძალებათ, ამაზე არ საუბრობენ ოფიციალური პირები, მაგრამ ყველა სერიოზული და წონადი ეკონომიკის დარგში ანალიტიკოსი ცხადად საუბრობს იმაზე, რომ ამერიკული ეკონომიკა შევიდა რეცესიის გზაზე, რაც სერიოზულ ამას ყველა გრძნობს, ახლა ვინც ყოველ შემთხვევაში ამერიკიდან გვიყურებს, ალბათ თავის საოჯახო ბიუჯეტის პროცენტულობითაც ამას ძალიან ნათლად დაინახავს, იმიტომ რომ ფასები გაზრდილია, არნახული ინფლაცია, ეკონომიკური ვარდნა, საწვავზე ფასები იმატებს. პრობლემებია მოკლედ ქვეყანაში და ამ პრობლემების სათავე როგორც ყოველთვის მოდის ხელისუფლებიდან და ხელისუფლება სჭირდება ვინაიდან შიგნით ვერ აგვარებს პრობლემებს და ვერაფერს ვერ თავაზობს თავის ამომრჩევლებს და მოსახლეობას, მას სჭირდება პატარა საგარეო გამარჯვება. მით უმეტეს კატასტროფიდან რაც მათ განიცადეს ავღანეთში, როდესაც საიგონზე უარესი სურათი იხილა მთელმა სოფლიომ, როდესაც თვითმფრინავზე ჩამოკიდებული ადამიანები ცდილობდნენ ქაბულიდან ევაკუაციას, მას სჭირდებათ მით უმეტეს უკრაინის ფონზე, როდესაც არც თუ ისე მიდის სიტუაცია, როგორც ამერიკელებს და ჯო ბაიდენს სურდათ, უკრაინაც უკვე ცუდი მაგალითია იმისთვის, რომ რაღაც გამარჯვებულად გამოაცხადონ, ვერავინ ვეღარ აღვიქვამს ამას, რომ უკრაინაში ამერიკამ გაიმარჯვა. შესაბამისად, მათ აი ეს მცირე მონაკვეთში სულ რამოდენიმე თვე დარჩა, ჭირდებოდათ გარკვეული გამარჯვება, მაგრამ ეს გამარჯვებაც არ იყო სრულყოფილად გამოყენებული, იმიტომ რომ კონსერვატორებმა და ამერიკის ასე ვთქვათ უმრავლესობამ სწორად შეაფასა ეს პროვოკაციული ნაბიჯი, არა მარტო ამერიკელებმა, ხა ყველასთვის ცხადი იყო, რომ ეს იყო ჩვეულებრივი პროვოკაცია. ანუ აი მithumetes მოითხოვდნენ ხო ამ ვიზიტის გაუქმებას, მაგრამ პელოსმა აღნიშნა, რომ რაღაც შედეგამდე მიიღო. თან ვერც ასაბუთებდნენ თვითონ, ანუ აი წარმოიდგინეთ, როგორ უხერხულ მდგომარეობაში იყვნენ თვითონ ამერიკელები, რომ ისინი ღიად საუბრობდნენ, რომ ისინი აღიარებენ ჩინეთის ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ პელოსის ეს ვიზიტი მაინც უნდა ჩატარდეს. ანუ ხო გაუგებარია თქვენ თუ აღიარებთ ჩინეთის ტერიტორიულ მთლიანობას, მაშინ იქ ვიზიტი რისთვის არის საჭირო? თან არასოდეს არ ყოფილა ასეთი რანგის ვიზიტი. ანუ პროვოკაციისთვის, ხო, იმისთვის, რომ გარკვეული საპასუხო ზომები მიიღონ ჩინეთის მხრიდან. მოკლევადიან პერსპექტივაში ვერც ვერაფერი ვერ მიიღეს, პირიქით ამერიკის რეიტინგი, როგორც საერთაშორისო ურთიერთობების და წესრიგის დამცველი სუბიექტი შეილახა, ანუ ყველამ დაინახა, რომ სინამდვილეში არსებულ ადმინისტრაციას, ვინც წარმოადგენს დღეს ამერიკას, მათთვის არაფერს არ ნიშნავს გაეროს წესდება, კონვენციები, ჩინეთის ტერიტორიულ მთლიანობა და მით უმეტეს უკრაინის ომის ფონზე, სადაც ამით უტევენ რუსეთს, რომ რუსეთი არ იცავს საერთაშორისო წესრიგს და საერთაშორისო სამართალს, იგივეს აკეთებს ამერიკა. ეგ ბევრად უფრო მტკივნეული დარტყმა. რუსეთი არც არასოდეს არ განიხილავდა თავის თავს, როგორც რაღაც სოფლიო ჟანდარმი, რომელიც საერთაშორისო სამართლის დაცვით ეგიდით მოქმედებს. ხოლო ამერიკა საერთაშორისო დემოკრატიული ფასეულობები არის მისთვის რაღაცა პრიმატი და შემდეგ. ხოლო ამერიკისთვის, მისი იმიჯისთვის, მისი რეპუტაციისთვის ეს იყო სერიოზული დარტყმა. ხოლო რაც შეეხება გრძელვადიან პერსპექტივაში, ჩინეთი პირველ რიგში, რასაც გააკეთებს, გააღრმავებს ურთიერთობებს რუსეთთან, თუ ადრე გარკვეულ ეკონომიკურ თუ სამხედრო დარგებში იყო გარკვეული სიფრთხილე ამ სანქციების და ამერიკის არ გაღიზიანების გამო, დიდწილად აი ამ უპილოტო საფრენი აპარატის მიწოდების თვალსაზრისით რუსეთს ამ დარგში არ აქვს კარგად საქმე, მას არ ყავს დიდი რაოდენობით მასიურად ჯარში დამტყმელი
უპილოტო საფრენი აპარატები, ხოლო ჩინეთს ეს ამ დარგში ბევრად უფრო კარგად აქვს საქმე. მე ვარაუდობ, რომ პირველ რიგში სამხედრო თვალსაზრისით მოხდება მათი ურთიერთობების გაღრმავება, ჩვენ უკრაინის ფრონტზე ვიხილავთ ჩინურ უპილოტო საფრენ დამტყმელ აპარატებს, მეორე იქნება გარკვეული ეკონომიკური სტრატეგიული ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით ნაბიჯები გადადგმული და მესამე ყველაზე მნიშვნელოვანი ჩინეთი დააჩქარებს ჩემი გადმოსახედიდან ტაივანის უკვე სამხედრო გზით დაბრუნების ნაბიჯებს. ანუ კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა, რაზეც ასე უკვე ღიად საუბრობს უკვე ჩინეთი, ეს აზრი ბევრად უფრო დამკვიდრდება საზოგადოებაში. ჩინური სამხედრო მანქანა ჯერ არ არის მზად იმისთვის, რომ ეს ოპერაცია განახორციელოს. სამხედრო ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 2025 წლისთვის ყველაფერი მზად ექნება უკვე ჩინეთს იმისთვის, რომ მისი ტერიტორიული მთლიანობა სამხედრო საბრძოლო მოქმედებების შედეგად აღდგენილ იქნას, თუმცა მე ვარაუდობ, რომ ეს დაჩქარდება. ანუ ეს მიიღო ამერიკამ. ნენსი პელოსის ამ სრულად უგუნურმა რაღაც პროპაგანდისტულმა დამაზიანებელმა ვიზიტმა 82 წლის ხალი საერთოდ წარმოდგენა არ აქვს სად მიდის. აი წარმოგიდგენთ რა ვის უნდა შეხვედრო და ნენსი პელოსი რაღაც. ის არ იცის სად მიფრინავს. ამერიკამ ამის შედეგად მიიღო ის, რომ ხო ყავდა ერთი ძლიერი მოწინააღმდეგე რუსეთის სახით. პარალელურად გაიჩინა ბევრად უფრო მძლავრი ნომერ პირველი უკვე ეკონომიკის და ადამიანური რესურსების მქონე ჩინეთი, რომლის რესურსები არის ულევი და არ ვიცი როგორ უნდა მოერიოს ეს ამ დემენციანმა ღრმად ასაკში უკვე შესულმა თელმა ელიტამ არ ვიცი როგორ უნდა დაამარცხოს ორივე ძალა. შემდეგ არჩევნებზეც იყაროს კენჭი და ის იყოს დემოკრატიის წარმომადგენელი. სინამდვილეში როდესაც ადამიანებს აი ცოტა ეჭვი ეპარებათ, ხო არ შეიძლება ასეთი სულელები იყონ ისინი, ხო? აი არა რაღაცა გეგმა ექნებათ მათ უეჭველი და ეს ყველაფერი არის წინასწარ დაგეგმილი ძალიან ცფიერი, ძალიან გონივრული და ძალიან ბრძენი რაღაცა სქემა, სადაც ამერიკა ბოლოს გაიმარჯვებს. არა, აი დარწმუნებული ვარ ძალიან მოკლე ვადიანი, ხან მოკლე მცირე რაღაცაზე გათვლილი პიარისთვის ხდება ეს ყველაფერი. და პირველ რიგში ვინც მიიღებს დარტყმას იქნება თვითონ ამერიკა. ამერიკა ამ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც დღეს არის, შიდა პოლარიზაციიდან, პოლარიზაციის შედეგად ორად დაყოფილი საზოგადოება, ეკონომიკური პრობლემებით, საიმიგრაციო პრობლემებით და სხვა პრობლემებით, კრიზისი და ამ შემდეგ ის ვეღარ გაუმკლავდება რუსეთის და ჩინეთის ალიანსს. წარმოუდგენელია. ვისაც ამის ილუზია აქვს, ის ღრუბლებში დაფრინავს. ხო, კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც დაემატა ჩვენით კიდევაც ორბანის პოზიცია, როგორია, ვთქვათ, ამერიკის ლიდერისადმი, ხო და როგორ აფასებს ის, რომ ამერიკას ჭირდება ძლიერი ლიდერი და თან ეს თქვა ტრამპთან შეხვედრის შემდეგ, ეს ამ შეხვედრაში მონაწილეობდა ისიც და მან აღნიშნა, რომ ეს კონკრეტული ძალები ცდილობენ, რომ რაღაცნაირად სარწმუნოებას მოწყვიტონ და ისეთ მართლობაში გადაიყვანონ პოლიტიკური ცენტრები. რამდენად აყვება ევროპა ორბანის ამ პოზიციას? უკვე მაგალითად საფრანგეთში ლეპენი დასჭირდა. ცხადია, რომ ამერიკა არის ორად გაყოფილი. თუ ადრე ყოველ შემთხვევაში ტრამპამდე ეგრე იყო აღქმული, რომ ამერიკას მართავს გარკვეული სისტემა და მნიშვნელობა არ აქვს, იქ დემოკრატია იქნება თუ რესპუბლიკელი, მათ ერთი ფასეულობათა სისტემა ამოძრავებთ. დღეს არის მკაცრად, მკაფიოდ იდეოლოგიურად დაყოფილი და პოლარიზებული ამერიკული საზოგადოება და სოფლიო მათ შორის არიან კონსერვატორები და არიან ლიბერალები. კონსერვატორებს საერთოდ ერთი წარმოდგენა აქვთ, ხოლო ლიბერალებს 180 გრადუსით მიუღებელი შეხედულებები გააჩნიათ. შესაბამისად, ეს იდეოლოგიური, კულტურული პოლარიზაცია კიდევ უფრო გაღრმავდება მათ შორის თვითონ ევროპაში. ეხლა რასაც ორბანი საუბრობს 10 წლის წინ წარმოუდგენელი იყო. და ეხლა წარმოვიდგინოთ
5 წლის წინ რა მოხდება, ან 10 წლის პერსპექტივაში. ბევრად უფრო მძაფრად იქნება ეს პოლარიზაცია იდეოლოგიურ ნიადაგზე ლიბერალებსა და კონსერვატორებს შორის. კი ბატონო, მადლობა გიორგი. მაყურებელს შევახსენებ, რომ მეორე ბლოკში ჩვენ საუბრობდით კონსერვატიული მოძრაობის ლიდერთან გიორგი ქარდავასთან ერთად ალტერნატიული ხედვა 21 საათზე დასრულებულია. მადლობას გიხდით, რომ გვიყურებდით. მე გემშვიდობებით ორ შაბათამდე თქვენ ხვალ აუცილებლად უნდა უყუროთ ალტინფოს ანალიტიკას 9-ზე. ნახვამდის.